მოგიყვებით რა გზა გავიარე ბუღალტერიიდან ღეროვან დაკრძალებამდე. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პირველ რიგში აა ვიყავი ბუღალტერი და მუშაობდი ამ სფეროში. თავდაპირველად დავამთავრე უნივერსიტეტი და შემდგომ უკვე დავიწყე მუშაობა. უკვე ავიღე ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები და შემდგომ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ვაგრძელებდი მუშაობას ისევ ბუღალტერულ სფეროში, ასე რომ ვთქვათ. და ამ ყველაფრის შემდგომ რაღაც პერიოდი, დაახლოებით კორონას პერიოდი იყო უკვე, რომ ასე ვთქვათ, წამოვედი სამსახურიდან და დაიწყო შემდეგი ეტაპი ჩემი ცხოვრების, რადგან შემეძინა უკვე პატარა, რა თქმა უნდა, სრულიად შემცვალა ამ ყველაფერმა. და დავიწყე ახალი გზების ძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად ცხოვრობდი მანამდე და ასე ვთქვათ, მუშაობდი კიდევაც ძალიან აქტიურად დავიწყე. თუ როგორ და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ არც დრო მომეკლო ძალიან ბევრი ჩემი პატარასთვის და თან რაღაც განსხვავებული და საინტერესო საქმე შემესწავლა. იმ პერიოდისთვის ვაკეთებდი და შესწავლილი მქონდა ვიყავი თვითნასწავლი, ასევე გავიარე ერთ-ერთი კურსი მაკიაჟის და ძალიან მიყვარს მაკიაჟის გაკეთება ჩემს თავზეც და სხვებზეც, აქედან გამომდინარე. ძალიან დამაინტერესა ამ ყველაფერმა და რაღაც პერიოდი დავიწყე, ასე ვთქვათ, მაკიაჟის გაკეთება, თუმცა შემდეგ მინდოდა რაღაც სხვა დამატებით ასევე და სურდა ლამინირების შესწავლა. ასე ვთქვათ, ლამინირება, როდესაც შევისწავლი და სურდა შემესწავლა და როცა ვარკვევდი, აღმოჩნდა, რომ მასთან ძალიან ახლოს მდგომი ერთ-ერთი პროფესია იყო ღეროვანი დაგრძელება და ასევე რეკომენდაცია გაუწიეს ერთ-ერთ მასტერს, ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა და მეგობარმა და არც დამიწყი არაფრის მოძიება, პირდაპირ ჩავეწერე კურსზე მეორე დღესვე და გავიარე ღეროვანი დაგრძელების კურსი. არასდროს არ მქონდა გაკეთებული არც დაგრძელება, არც ლამინირება, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა, რომელიც შემეძლო, რომ სახლიდან განმეხორციელებინა ეს საქმიანობა და ჩემთვის ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესოდ ჟღერდა ეს ყველაფერი. როცა მომინდებოდა ვიმუშავებდი, როცა მომინდებოდა დავისვენებდი და ასე შემდეგ. ამიტომაც დავიწყე რამდენიმე წლის წინ და იმის შემდეგ უკვე ვაგრძელებ განვითარებას, გავდივარ ყოველწლიურად უამრავ კურსს. დაახლოებით 2 წლის წინ ასევე გავიარე საერთაშორისო ტრენერის კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია, რომ უკვე ვასწავლო სხვა ადამიანებსაც ეს პროფესია და გავუზიარო და ვარ სერტიფიცირებული. გარდა ამისა, წელს მაქვს გეგმაში, რომ კიდე 2 ძალიან მრავლისმომცველი და საინტერესო მასტერკლასი დავესწრო და კიდევ უფრო გავიღრმავო ჩემი ცოდნა. ასე რომ, ცოტა არ იყოს ბევრი ვისაუბრე, მაგრამ თუ გაინტერესებთ კიდე მსგავსი ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარებში, ნინოს კი მადლობა. ასევე თუ გაინტერესებს როგორ გადავედი თვეში 300 ლარიანი ხელფასიდან დღეში 300 და შესაძლოა მეტიც ლარის ოდენობით ხელფასზე. მაშინ დამიწერე კომენტარებში, რომ განვიხილოთ ჩემი განვილი გზა, ჩემი პირველი სამსახურიდან მოყოლებული, როგორ განვითარდი, როგორ შევიცვალე და რა გახდა დღეს ჩემთვის პრიორიტეტები. დღეს მე ეს საქმე ძალიან მიყვარს და პირველივე დღიდანვე შემიყვარდა მიუხედავად ამდენი შრომისა და ასე ვთქვათ, უამრავი პრობლემებისა და ეს ყველაფერი გადავლახე. და მადლობა ყველას, ვინც ამ ყველაფერში მიიღო მონაწილეობა და მცირედით მაინც მეხმარებოდა მთელი ამ გზის მანძილზე. განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს და შესაბამისად განვიხილავ ამ შემთხვევაში მომავალში ამ ყველაფერს დეტალურად, როცა უფრო მზად ვიქნები. დანარჩენი კითხვები კი დამიწერთ კომენტარებში, თუნდაც რჩევები, კითხვები თუ რაიმე გაქვთ, დამიწერეთ და მე აუცილებლად გიპასუხებთ.